საღამო მშვიდობის დღეს ჩვენს საფიხვნოზე მე ვფიქრობ არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველი და გასაშლელი ყველა შესაძლო კუთხით. ეს არის საკითხი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და საკითხი იმის შესახებ თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს სამოქალაქო საზოგადოება. 70-80 წლის განმავლობაში საქართველოს პირობები ისეთი იყო, რომ არანაირი საზოგადოებრივი ინტერესების გამოვლინება ადამიანს არ შეეძლო. ჩვენ საერთოდ დასკვნა არის, ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის ისტორიკოსების და სოციოლოგების და ფილოსოფოსების, რომ ტოტალიტარული რეჟიმი გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს არის სრულიად გარკვეული ტიპის წყობა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სრულიად შეუძლებელი არის. ახლა ჩვენ აღარა ვართ ტოტალიტარულ სისტემაში თითქოს და ყოველდღე გაისმის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე მხარე აქვს ამას, როგორ უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობა, ვინ უნდა მონაწილეობდეს, ვინ იღებს თავის თავზე ამას და ასე შემდეგ. პირველი კითხვა მას ეხება, რა არის ეს სამოქალაქო საზოგადოება? ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელიც და მოსახლეობის უმრავლესობაც ცოტა გაურკვეველ ვითარებაში არის. თუ სამოქალაქო საზოგადოება ეწოდება იმას, რომ მანდ-მაინც ერთი მოსხელის მოსმით, ასე ვთქვათ, შევცვალოთ ყველაფერი და რევოლუცია ოღონდ არ ვარდების, არამედ იმ ძველი გაგებით რევოლუცია, რომელიც ანგრევს, არა? იმ გზით წავიდეთ და აი ძალით გავაკეთოთ, რაღაც ერთია. თუ ეს ნიშნავს შინაგან ჩამოყალიბებას, შინაგან პასუხისგებლობას იმ ქვეყნის თუ იმ საზოგადოების მიმართ, იმ სივრცის მიმართ, რომელშიც მე ვცხოვრობ, ეს სრულიად სხვა რამ არის და აი მე მინდა რომ ჩვენ ყველამ გულახდილად, სიღრმისეულად გავიაზროთ ეს თემა და ეს საკითხები. მე დავსვამ პირველ კითხვას, რაც ეხება რა არის სამოქალაქო საზოგადოება და დაასახელეთ თქვენი თავი, მე ყოველთვის ვაფრთხილებ ყველას. მღვდელი ზაზა თევზაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად როგორც ითქვა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ტოტალიტარულ სისტემებში და ბუნებრივია გულისხმობს მოქალაქეთა საზოგადოებრივ მაღალ თვითშეგნებას და შესაბამის აქტიურობას. თუ პიროვნება არ აცნობიერებს იმას, რომ ის მოვალეა, ვალდებულია და პასუხისმგებელია, რომ დადგეს იქ და იყოს დარაჯი, თქვათ, ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების, ბუნებრივია გარედან, თქვათ, მხოლოდ სახელმწიფო მექანიზმებით ამისი დაცვა და გარანტირება გამორიცხულია. ამიტომ ეს ეკლესიური რელიგიური პოზიციებიდან არის, რა თქმა უნდა, პირველადი მოთხოვნა, იმიტომ რომ უფალმა ადამიანი ჩვენი რწმენით გამოაცხადა სწორედ უმაღლეს ღირებულებად, იმიტომ რომ ადამიანი ეს არის შემოქმედების გვირგვინი, ადამიანი ეს არის ღმერთის მიზანი და მით უმეტეს ადამიანი უნდა იყოს საზოგადოების მიზანი და ყველა ფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პიროვნებამ იგრძნოს ნორმალურად თავი და ცხოვრობდეს იმ სახლში, რომელსაც ქვია საზოგადოება. აი ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სწორედ აი ამ. ერთი კითხვა მაქვს, ასე ვთქვათ, აი ჩვენ ვიცით, რომ ამგვარ საზოგადოებაში, გახსნილ საზოგადოებაში, ღია, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში სხვადასხვა არჩევანი არსებობს ადამიანისა მიმართებით თუნდაც რწმენასთან. აი ეს როგორ, ასე ვთქვათ, ვითარებას ქმნის თუ არა უხერხულობას ეს საერთოდ. ესე იგი, უხერხულობა ის რომ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოთქვას თქვათ სახე. ეს არის სწორედ მისი უფლება, მიიჩნევდეს იმას და ფიქრობდეს და სწამდეს ის, რაც მიაჩნია მას სწორად. ანუ ეს სწორედ რწმენის თავისუფლებიდან, აზროვნების თავისუფლებიდან. ეხლა მეორე მხარე არის ის, რომ ჩვენ რომლებიც სხვანაირად ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უფლება, რომ ხელყოთ ეს უმაღლესი თავისუფლება ადამიანის, იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ მოგვცა ის, რომ გვჯეროდეს და შეიძლება გავაკეთოთ ის, რომ ვიფიქროთ, ვილოცოთ, ვიმოქმედოთ, უკეთესად ვიფიქროს ადამიანმა, ანუ უფრო ფასეული ღირებული სისტემა ხდეს ღირებულება. ძალიან დიდი მადლობა ბრძანეთ. დიდი მადლობა. ბრძანეთ. ზალტყეშელაშვილი, ევანგელისტური ეკლესია. მე ვფიქრობ, რომ უაღრესად
საჭირო და საჭირო კითხვა არის თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ თელმა საქართველომ ალბათ იცის რომ უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყანა, უნდა შეიცვალოს ხალხი, რაღაც უნდა მოხდეს ცვლილებები. შეიძლება უბრალოდ გლეხს რომ შევეკითხოთ გინდა თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ავაშენოთ, შეიძლება ვერ გაიგოს მან, მაგრამ თუ ვკითხავთ რომ თუ არის საჭირო რომ შეიცვალოს ეს საზოგადოება, ის აუცილებლად დაგვეთანხმება რომ ეს საჭიროა. ანუ ჩვენ გვინდა რაღაცას მივახციოთ ჩვენ სამშობლოში, რაღაც ნაირად ჩამოაყალიბოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ რა გვინდა, ანუ როგორი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს. თვითონ ღვთის სიტყვაში წერია, უფალი ამბობს, ღმერთი ამბობს, რომ უმეცრებით იღუპება ჩემი ერი. ანუ უცოდინარობა, ეს არის საფუძველი ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ყოფისა, უარყოფითის. და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ შეიძლება და ეს აუცილებელია, უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, უნდა ვებრძოლოთ გაუნათლებლობას, სიღარიბეს და ეს ყველაფერი სახელმწიფო ფუნქციებში შედის. მაგრამ თუ თითეული პიროვნება არ ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფოებრივი აზროვნების, როგორც მოქალაქე, თავის ოჯახში, თავის მეგობრებში, სახელმწიფოში, მაშინ ჩვენი ქვეყანა რაც არ უნდა კარგი კანონები იყოს, კონსტიტუცია კარგი იყოს, მთავრობა იყოს უმციკლო, მაინც ჩვენ ვერ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომელიც დაემკვიდრებს საერთოდ ცივილიზებულ ქვეყანაში თავის ადგილს. ძალიან დიდი მადლობა. ლელა ქართოლიშვილი, პოლიტოლოგი. ძალიან აქტუალური თემაა და მე ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ადრე დასაწყები იყო, იმიტომ რომ თვითონ პროცესი სამოქალაქო განათლების აუცილებლობის ძალიან გრძელვადიანი პროცესია. მე მინდა ზოგიერთი გამომსვლელის აზრს დავეთანხმო ნაწილობრივ. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოება, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ცოცხალი საზოგადოება, რომელიც რეაგირებს მიმდინარე პროცესებზე, რაც ხდება თვითონ ქვეყანაში. და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ეს არის აპარატი, რომელმაც უნდა ამ საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილოს, პირობები შეუქმნას. პირობები უნდა შეუქმნას. მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ სწორედ ხელისუფლება უნდა იცავდეს კანონის ფარგლებში ამ ადამიანის უფლებებს პირველ რიგში, მაგრამ საზოგადოება როგორიც არის, საზოგადოება არის საზომი ხელისუფლების. ისეთი ხელისუფლება მოდის ქვეყანაში. ესე იგი 80 წელი ჩვენ ვიყავით საშინელი საზოგადოება თუ საზოგადოება არ ვიყავით, მაგრამ საშინელი საზოგადოება რატომ? ტოტალურ საზოგადოებაში საერთოდ იკარგება. იმიტომ რომ ტოტალურ საზოგადოებაში საერთოდ იკარგება პიროვნული ღირებულება და ფასეულობა. პიროვნება დაკარგული იყო ჩვენ საზოგადოებაში და ეხლა იწყება თავიდან ეს თვითშემეცნება, რასაც ქვია, სამოქალაქო შემეცნება, თვითშეგნება და სწორედ ესეთი მოქალაქე, რომელიც ჩამოყალიბდება და მე ვფიქრობ, რომ საჭირო, იმიტომ რომ ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება თუ მას არ ეყოლა ისეთი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და თუ ხელისუფლება თვითონ არ იქნება გამჭვირვალე, ძალიან გაუჭირდება საზოგადოებას მასე რაიმე რეაგირება. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ დღეს ვდგევართ როგორც იერი საზოგადოებრივი ფორმაციის წინაშე. მე მინდა დავიწყო საიდან რომ ჩვენი არა ტრაპეზონიდან. ძალიან არა, ნამდვილად არა, გვირდები. ჩვენი უზენაესი კანონი და ჩვენი სახელმწიფო როგორც მოქალაქეების ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არის ზოგადი დებულება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყოველი მუხლი და ყოველი კომპონენტი უნდა იყოს დაცული, რაც დევს კონსტიტუციაში. ეს იქნება კულტურა, ეს იქნება რელიგია თუ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორ დაიცვას ეს ადამიანმა? ამისთვის საჭირო არის ელემენტარული სამოქალაქო ამბანის ცოდნა. ხო, ამისთვის მე მიმაჩნია და მაქვს ჩემი შეხედულება, რომ საჭირო არის პროგრამა შეიქმნა სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბებისა. ეს არის აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ხდებოდეს საზოგადოების მხრიდან სწორედ ამ პროცესებზე რეაგირება. მე მიმაჩნია, საჭირო უნდა შეიქმნას სამოქალაქო საბჭო, შეიქმნა სამოქალაქო განათლების ფონდი და მე ვიცი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ ამისთვის საჭირო არის არსებობდეს სისტემა, რომელიც ძალიან აქტიური იქნება საზოგადოებაში, საჭიროა რეგიონებში მუშაობა და უშუალოდ შეხება ხალხთან.
და შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა ცენტრები, სადაც ესე იგი საზოგადოება შეეძლება საჭირო საკითხებზე რაღაც რჩევებისა და დიდი მადლობა და ვამთავრებთ. დიახ, ბუნებრივია რომ ინსტიტუციონალური უნდა იყოს ეს განათლების სისტემა. თავისთავად აქ ახსენეს რეგიონები. რეგიონებში პირადად მე ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე მომიწია წასვლა და წიგნებს ურიგებდით, რა კი ჩვენმა გამომცემლებმა ამის პოპულების საშუალება მოგცეს. რეგიონებში, როდესაც ხვდებით ხალხს, აი სოფლებში, ყველგან არის ბიბლიოთეკა თუნდაც. აი ეს ბიბლიოთეკის სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აუცილებელი რომ დაფინანსდეს ეს ყველაფერი. თუმცა აი ხალხი ნახევრადღუბრობით ამას ამბობდა, რომ ნუ როგორც თქვენ ახსენეთ, თუ არ ვიცი, ვიღაცამ თქვა აქ, რომ არ არის მართლა თვეობით შუქი. და ერთადერთი გასართობი რაც ხალხს აქვს ეს არის რომ ბიბლიოთეკაში დადის და ყიდულობს წიგნს. ოღონდ ეს წიგნები არის მადლობა ღმერთს, ეგ ძალიან კარგია. რაღაც პოზიტიური არის ამაში, ბუნებრივია. თუმცა თავისთავად ცხადე ხო, თავისთავად ეს არა, გააჩნია რა წიგნია, ძალიან საინტერესო წიგნი. ძალიან დიდი აქ არა, აქ იყო თან ერთი რაღაცა, ამასაც მინდა შევეპასო, ხო, აქ იყო თქმული, ხშირად აპელირებენ ამ ტერმინით ენის სიწმინდე, რაც შეფთვის ცოტათი გაუგებარი რაღაცა. რას ისავს ენის სიწმინდე, თუ კი ნიშნავს ენის კონსერვაციას და მუმიფიცირებას, მაშინ ეს არის საშინელი მოვლენა. ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, ენა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. რას ისავს კონკრეტულად ქართულ ენაში არის უამრავი სხვადასხვა სიტყვები, იგივე სპარსული იქნება თუ სხვა. იღებს ენა იწოვს თავის ორგანიზმში ამ მრავალფეროვნებას, ასე ვთქვათ, ესეც ჩემი აზრით უკაცრავად, მაგრამ ცოტათი გაუნათებელი ადამიანის პოზიცია. ეკამინდიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემია და ასევე ჟურნალ ზღვარის რედაქტორი. მინდა კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების თემას შევეხო. მე ხშირად დამისვავს კითხვა საკუთარი თავის, აი საკმარისია კარგი ლექსები წერო, კარგი შემოქმედი იყო ერთ სიტყვით და ამით ამოიწუროს შენი აქტივობა. თქვათ აი პოზიციას თუ აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა შენს პოზიციას, სამოქალაქო პოზიციას. მე ვთვლი რომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი ცნობილ წერალს კუნთ ჰამსუნს სახლი აივსო საკუთარი რომანებით ომის შემდეგ, იმიტომ რომ ფაშისტი იყო. და ვთვლი რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება. საზოგადოება რომელიც პასუხობს ძალიან დიდ წერალს იყო ახლა მანდამაინც, არა? ძალიან დიდ წერალს პასუხობს. აი ასე ეს საზოგადოება არის სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა, შემოქმედებით საზოგადოება, ოღონდ ეს არის აქტიური მოქმედების საზოგადოება პირველ რიგში. ანუ ის არ შემოიფარგლება ფიქრის და განცდების სფეროთ. არა, აქ მნიშვნელობა რას წერ? აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, აი ესეც მნიშვნელობის საკითხი, თუ კი ტრადიციას და კულტურას ვიგებთ კონსერვაციის მნიშვნელობით და თქვა თვითონ აქტი წერის არ არის მონაწილეობის მიღება. ეგ არის, მაგრამ მე საკმარისი პიროვნულ დონეზე არ არის, ჩემის აზრით, იმიტომ რომ მე პიროვნულ დონეზე აბა წერალი თუ არ დაჯდა და დაწერა ეს და ირბინა ქუჩაში როგორ დაწერს რამეს. ესე იგი აი ეს გამოყოფა ამავე დროს არის აქტივობა, არა? ჩემის აზრით, აი სამოქალაქო საზოგადოებას და თქვა კულტურას და ასე თქვა შემოქმედს მაშინ ექნება შეხება, როდესაც აი შემოქმედი ორივე იქნება, ასე თქვა, გაამთლიანებს საკუთარ თავში, როგორც გარეთ გამოხატულ აქტივობას, ასევე შინაგან აქტივობასაც. მაშინ იქნება სამოქალაქო საზოგადოების წევრი.